გამარჯობა, შენ უყურებ ზვაგას და დღეს ჩვენ გვექნება ჩვენი ძველი ვიდეოს განახლება. 3 წელი გავიდა მას მერე, რაც ის ვიდეო დავდეთ და დროა რომ გადავხედოთ სიტუაცია რამდენად შეცვლილია, რამდენად რაღაცეები გაუმჯობესებულია ან გაუარესებული და ასევე ამ ვიდეოში წარგიდგენთ ჩემი ძალიან დიდი ხნის შრომის შედეგს. სანამ ვიდეოზე გადავალთ, გეტყვით რომ თუ პირობითად ავტომობილის შეძენა გინდათ, შეგიძლიათ წეროვანში ჩავბრძანდეთ და ცოცხალ აუქციონზე შეიძინოთ ლაიონით, ან უბრალოდ თუ ამერიკიდან ჩამოყვანა გენდობებად შეგიძლიათ ლაიონს დაუკავშირდეთ და ამერიკიდან ჩამოგიყვანენ. ხოლო რაც შეეხება ამ ვიდეოს, მოდი ეს ვიდეო დავიწყოთ. და დავიწყოთ პირდაპირ ვიდეოს შინაარსით. ვიდეო შეეხება ამ ვიდეოს, რომელიც ახლა აქ ამონათ და ამერიკულ აუქციონებზე მდგომარეობას და იმ თაღლითობას და აფერისტობას, რომელიც ძალიან დიდი ხანია გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე დასრულდება. თუმცა პირი ეგეთი არ უჩანს. ამ ვიდეოს ჩანაფიქრი არის ის, რომ ადამიანები გაფრთხილებული იყვნენ და მზად იყვნენ იმისთვის, რა სიურპრიზები შეიძლება დახვდეთ და როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში და როგორ უნდა მიხვდნენ, სად არის ზაღლისთავი დამარხული. აქვე მოდი ერთ რამეს დავძენ ახლა კიდე. ძალიან ხშირი შემთხვევაა და ბევრჯერ მიხსენებია, მაგრამ ესე გამოკვეთილად არც ერთ ვიდეოში არ მithქვამს. ძალიან ხშირი შემთხვევაა 2020-იანი მანქანა ვიყიდე და 19-ში გამიბაჟეს და ასე შემდეგ თეორიები, რომელიც არასწორია და პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობს რომ მანქანა 2020-იანი იყოს და 2019-ში ვინმე გაგიბაჟოთ. 2020-იანი რო აწერია, ეგ ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში აუქციონზე რო იყიდეთ ან იაპონიაში, იქ 2020-ში გაიყიდა, თუმცა წარმოების თარიღი ავტომობილს აწერია ბირკაზე ყოველთვის და რა თარიღიც აწერია ბირკაზე, იმ თარიღით ბაჟდება ყოველთვის. ანუ ის არის თარიღი, როცა კონვეიერიდან ავტომობილი გამოვიდა და ეგ არის რეალურად ავტომობილის წარმოების თარიღი. შესაბამისად, იმის თქმა, რომ აი ჩემი 16-იანია 15-ში გამიბაჟეს, არ არის სწორი არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ავტომობილი 15 წელში იყო წარმოებული. შეიძლება 16-იანის მოდელი იყოს, ეგეთი შემთხვევაც საკმაოდ ხშირია. შეიძლება 16-იანის მოდელი იყოს, ან 15-ში ის ავტომობილი საერთოდ არ იყიდებოდა, თუმცა 15-ში იწარმოა, იმისთვის რომ 16-ში გაყიდულიყო. შესაბამისად, 15-ში ავტომობილი წარმოებული და მან საერთოდ არ არის არც არავისთვის დაჯერება იმის, რომ ამასინებს დავრეკეთ. ეხლა ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ერთ-ერთ ავტომობილზე დავრეკეთ საყიდლად და იქიდან პირდაპირ მაგას გვეუბნებიან. 16-იანია მანქანა, პროსტა 15 ჩამიწერეს. 15 კი არ ჩაგიწერეს, 15-იანია მანქანა. და იმიტომ უწერია იმას 15. ეს ის მარტივი ინფორმაცია იყო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ავტომობილის შეძენისას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კი ძალიან დიდი იმედი მაქვს მე პირადად, რომ ამ კანონს არ მიიღებენ და სწორი ფორმით იქნება ეს კანონი მიღებული, თუ ოდესმე რაიმე მსგავსი კანონი იქნება მიღებული, თუმცა თუ მაინც ამ რეალობის წინაშე დავდექით და ეს კანონი მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ავტომობილის წარმოების თარიღი და წარმოების თარიღით ხდება ავტომობილის გამბაჟება. დაუკვირდით მაგას, რომ რაიმე შეცდომაში არ აღმოჩნდეთ და ისეთი ავტომობილი არ ჩამოიყვანოთ, რომელსაც ვეღარ დაარეგისტრირებთ. ანუ 6 წელს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე ეს 6 წელი არის ცოცავი. საერთოდ არ მინდა ეხლა ამას რომ ვამბობ და იმედი მაქვს რომ ტყუილად ვამბობ ამ ყველაფერს, თუმცა ეს 6 წელი რაც ეხლა მოგონილი აქვთ არის ცოცავი და ცოცავი 6 წლის შემთხვევაში იგულისხმება გამბაჟები, ანუ რეგისტრაციის მომენტიდან ზუსტად 6 წელი. შესაბამისად, თუ დღეს არის 2026-ის თებერვალი, მაგ შემთხვევაში 2020-ის თებერვლის მერე უნდა იყოს ავტომობილი გამოშვებული, რომ გამბაჟება რეგისტრაცია შეძლოთ. მაგასაც დაუკვირდით, ანუ იმ თარიღებს რა თარიღში შეძლებთ ავტომობილის რეგისტრაციას და იმ რეგისტრაციის თარიღიდან ათვალეთ ეგ 6 წელი. რომ რაღაცა აი პირობითად ეხლა რომ 2026 წელი არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წელში გამოშვებული ყველა ავტომობილის დარეგისტრირებას შეძლებთ. კიდევ ერთხელ გამეორდები, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა ამ ყველაფერს ტყუილად ხსნი და ტყუილად ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ტყუილად არ ვლაპარაკობ, ძალიან ბევრ ადამიანს გადავარჩენ ამ ყველაფრით და რაღაცა სისულელეში არ გაეხვევა. ხელი გადავიდეთ ვიდეოს აზრზე და დავიწყოთ ავტომობილების დათვალიერება. რა გველოდება ამერიკაში და რამდენიმე საინტერესო გუშინ ძალიან ცოტა ხანის სკროლვის შედეგად რამდენიმე საინტერესო ავტომობილი აღმოაჩინე და მოდი სათითაოდ გავყვეთ. ეხლა აქვე იმასაც ახსნი, რომ ამ პლატფორმის, სადაც ეხლა ვათვალიერებ ავტომობილებს, ანუ CarCheck-ის ჩანაფიქრი არის ის, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი არის ისეთი და იძებნება, რომელიც სხვაგან საერთოდ არც Google-ში, არც BitCars-ზე და ასე შემდეგ არც არ მოიძებნება და ასევე ერთ სივრცეში არის ქართულად გაკეთებული ყველაფერი, ანუ ერთ სივრცეში არის Carfax-იც, AutoCheck-იც, ავტომობილის ისტორიის დათვალიერებაც, პლუს ამ ყველაფერს ტრანსპორტირების სავარაუდო კალკულაციას, პლუს გამბაჟების სავარაუდო კალკულაციას და პლუს რაც ყველაზე მთავარია, აუქციონის მოსაკრებლის სავარაუდო კალკულაციას, რამდენი დაგუჯდება აუქციონზე ამა თუ იმ ავტომობილის საკომისიო, როცა ავტომობილს ვიყიდით. აი მაგალითზე რო ავიღოთ, პირველი იყოს ჩვენი Rivian და თან აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხედავთ ერთ გვერდზე ვხედავთ ავტომობილების გაყიდული ავტომობილების ისტორიას. პირობითად, ანუ ერთი აუქციონი არის IA-ისგან, მეორე 2025
2025 წელს, მეორე აუქციონი არის კოპარტისგან 2026 წელს და ორივე აუქციონს ცოცხლად ხედავთ. მოკლედ ჯერ ჩამოვყვები და ფიჩერებს ესე ლაითად გაჩვენებთ, რასთან გვაქვს საქმე, ანუ აქვე გვიწერია საბოლოო ბიდი, აქვე გვიწერია ბაინაუს ფასი რა ქონდა ამ ავტომობილს, აქვე გვიწერია გაყიდვის თარიღი, მერე ქვევით ავტომატური კალკულაციაა გაკეთებული, ავტომობილი გაიყიდა $17,700, აუქციონის საკომისიო იქნებოდა ამ შემთხვევაში $1,458, ტრანსპორტირება დაждდებოდა $2,575 და იმიტომ რომ ეს იყო ელექტრომანქანა, ამ შემთხვევაში გამბაჟება არ უწევს და უწევს მხოლოდ მომსახურების ღირებულების გადახდა, რომელიც 200 რაღაც ლარია და ეს 200 რაღაც ლარიც არის ასახული ჯამში. აქვე შეგვიძლია დამატებით გავშალოთ და ვნახოთ რა დაждდა, მაგალითად აუქციონის საკომისიოში რა კომპონენტში რამდენი ღირებულებაა გადახდილი, ტრანსპორტირებისას რა ტიპის, ანუ ავტომობილის რა მოდელის მიხედვით არის დათვლილი სავარაუდო ტრანსპორტირების ღირებულება, თუმცა ტრანსპორტირების ღირებულებები აუცილებლად ყველამ თავის გადამზიდ კომპანიას უნდა გადაამოწმოს და ეს არის უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია, სავარაუდო მონახაზი რო გქონდეს, რასთან გვაქვს საქმე და ხვდებოდეთ რომ პირობითად ამ ავტომობილს თუ ვიყიდით, ან ნახეთ ეხლა გადავალ ისეთ ავტომობილზეც რომელიც გაყიდული არ არის და იქ უკვე ჩაწერის საშუალებაა რომ ჩვენ თუ ვფიქრობთ რომ ამ მანქანას $3,000 პირობითად მოვიგებთ, $3,000 რო ჩავწერთ, გითვლის უკვე ტრანსპორტირება, მოსაკრებელი, გამბაჟება რა დაგვიждდება ავტომობილის, რომ წინასწარ მარტივად გავთვალოთ საერთო ღირებულება რა გამოგვივა ავტომობილის, რომ რა თქმა უნდა გაკეთების ღირებულებას არ გვიწერს, იმიტომ რომ ყველა ავტომობილის განსხვავებული დაზიანება აქვს. აქვე გვიწერია დაზიანებები ქართულად, ადვილად და გასაგებად, რა თქმა უნდა ინგლისური ვერსიაც არის და შეგვიძლია ინგლისური ვერსიაც გამოვიყენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მე ინგლისურ ვერსიაში ესე გამოიყურება ყველაფერი, ასევე თუ საბუთის ინფორმაცია სწორად არის მითითებული გამყიდველის მიერ, გვეუბნება კიდევაც ის საბუთი საქართველოსთვის კარგია თუ არა, მისაღებია თუ არა, მაგალითად ეხა კოპარტის ლოდზე გადავრთოთ და კოპარტის ლოდზე უკვე სხვა საბუთით არის, ანუ ნიუ-ჯერსის საბუთით არის კოპარტზე და აქ უკვე გვიწერია რომ მისაღებია ამ საბუთით საქართველოში ტრანსპორტირება და აქვე ცალკე გაშლილადაც გვიწერს რომ ამ ტაიტელის საქართველოში ჩამოყვანა ავტომობილის შესაძლებელია, ასევე გადაგვითვალა რა თქმა უნდა ახალ ღირებულებაზე, იმიტომ რომ კოპარტზე სხვა ღირებულებაშია გათვლილი და აქვე გვიწერია რომ კოპარტზე მაგალითად ეს ავტომობილი ვანდალიზმის დაზიანებით არის. მოდი ისე ქართულს დავუბრუნდეთ. ანუ ვანდალიზმის დაზიანებით არის, მეორადი დაზიანება არ აქვს გვეუბნება რომ გასაღები არ აქვს და სტატუსი არის enhanced, ანუ ეს სტატუსიც მოდი მინდა განვარტო, იმიტომ რომ თვითონ კოპარტზეც არასწორი განმარტება უწერიათ ამ სტატუსთან დაკავშირებით, ანუ ეს სტატუსი არ ნიშნავს იმას რომ ავტომობილი იქოქება, კოპარტზე უწერიათ რომ ავტომობილი იქოქება, მაგრამ ეს არის შეიძლება გაუმჯობესებული კონდეს რაღაც პარამეტრი გასაყიდათ. არა, ეს სტატუსი გულისხმობს იმას რომ ავტომობილი კოპარტს ჩაბარდა, ისე რომ კოპარტს აქვს უფლება და ხშირ შემთხვევაში ვალდებულებაც გააუმჯობესოს ავტომობილის მდგომარეობა გასაყიდათ. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ კოპარტს შეუძლია ეს მანქანა გარეცხოს, მოაპიწყინოს ასე ვთქვათ და ისე გადაუღოს სურათები, რომ უფრო მადი საუძრელად გამოიყურებოდეს ყიდველისთვის და საერთოდ არ გულისხმობს ეს სტატუსი იმას, რომ ავტომობილი არის მუშა მდგომარეობაში, იქოქება დადის ან ასე შემდეგ. ნუ აქვე ეს განმარტებაც არის ამ ავტომობილის, ნახეთ, აქ ავტომობილზე წერია რომ გაიარა მექანიკური შემოწმება და შესაძლოა შეკეთდა. გაუმჯობესებული ავტომობილები შემოწმებულია და შეიძლება ჩატარდა რემონტი გასაუმჯობესებლად, მაგრამ მაინც იყიდება როგორც არის გარანტიის გარეშე. ეს არის კოპარტიდან წამოღებული ინფორმაცია და კოპარტი ამ ინფორმაციას გვაწვდის ესე, თუმცა არ ნიშნავს, ანუ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ ნიშნავს რომ ავტომობილი ნამდვილად იქოქება. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იქოქება და მაგალითად შეგვიძლია ამ კონკრეტულ ავტომობილზე წავიღოთ რომ გასაღები საერთოდ არ აქვს, უწერია რომ გასაღები არ აქვს და სტატუსი უწერია enhanced, ანუ სტატუსში უწერია რომ იდეაში იქოქება მანქანა, მაგრამ გასაღები არ აქვს. ხო შეუძლებელია. შესაბამისად, ანუ ეგ გაითვალისწინეთ ხოლმე რომ ამ სტატუსის ავტომობილი არ ნიშნავს იმას რომ იქოქება. ამ სტატუსის ავტომობილი ნიშნავს იმას რომ კოპარტს გადაეცა ეს ავტომობილი გასაუმჯობესებლად და გასაყიდად. კაი, მოდი ახლა ანუ ლოკაციები და რაღაცები ყველაფერი მითითებული როა და საწვავის ტიპი, გადაცემათა კოლოფი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგრე ყველაფერი გვაქვს ინფორმაცია. მაგაზე ხო ორი აზრი არ არის. აქვე კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომ ავტომობილი სადაზოო ყიდის ავტომობილს თუ ჩვეულებრივი დილერი თუ უცნობია, ეგ ინფორმაციაც პირდაპირ თვალსაჩინო ადგილას არის მითითებული, რომ მარტივად გავითვალისწინოთ რა ავტომობილს ვათვალიერებთ. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ ვიდეოს შინაარს და დავიწყოთ ამ ავტომობილის დათვალიერება. ამ ავტომობილს უყურებთ რომ აქეთ მხარე მთელი აქვს, არაფერი არ ჭირს, თუმცა საოცრება უკან მარცხენა მხარეს არის გაუბედურებულ გამოვდღვნილი. თან საკმაოდ ისეთი მძიმე მდგომარეობაშია და ეტყობა რომ წამოქაჩულია შიგნიდან სავალი ნაწილი და ყველაფერი, სტოიკის შიდა სამაგრების და ასე შემდეგ წერტილები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, მინიმუმ კრილო აქ ამ მანქანას მოსაჭრელი იმისთვის რომ ადამიანურად გამოვიდეს. კარი აქვს დაზიანებული, კარის შიდა ნაწილიც საკმაოდ დაზიანებულია და სავალი ნაწილის შიდა მხარეს თვითონ სავალი ნაწილის აღარაფერს ვიზახი, სამაგრის წერტილებიც არ იქნება საამაყო მდგომარეობაში. თუმცა გადავდივარ დანარჩენი სურათები ნორმალურია, ისეთი არაფერი არ ჭირს, აქ გდია ყუმბარა თავის ნაწილებიანად, თავის დისკიან საბურავიანად და გადავიდეთ მოდი ახლა შემდეგ ლოდზე, ამ ავტომობილის შემდეგ ლოდზე, რომელიც არის ახლა უკვე კოპარტზე გაყიდული 12 რიცხვში, რამდენიმე დღის წინ. კოპარტის ლოდზე უკვე, აქ უკან, საერთოდ არაფერი აღარ ეტყობენ, ოდნავ შეღუნულობას თუ არ ჩავთვლით. აქ ერთი შეხედვით ამ მანქანას არაფერი არ ჭირს და
საკმაოდ კარგი ავტომობილია, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ჭირს და მე ვიფიქრებთ, რომ ეთყობა ამიტომ, რომ ეს ავტომობილი გაიძარცვა და ეხლა განახებთ რა არის გაძარცული, სკამები აქვს მოხსნილი ისე, რომ კაბელებიც კი გადაჭრილია პირდაპირ, ამოღებული აქვს სკამები და მეტი რეალურად ამანქანას არაფერი არ აკლია ერთი შეხედვით, არაფერი ისეთი არ ხდება, სკამები აკლია უბრალოდ და გაძარცული სტატუსია, ვანდალიზმის სტატუსი აქვს და რადგან ვანდალიზმის სტატუსია ჩავთვლით, რომ ავტომობილის ყიდვა ღირს, იმიტომ რომ აი სკამებს ჩავალაგებ და არაფერი პრობლემა არ არის. ამ დროს ის გვერდზე ლოტი რომ არ გვენახა, დიდი შანსი იყო, რომ ეს ავტომობილი ესე შეგვეძინა ყველანაირი ეჭვის გარეშე, იმიტომ რომ ესე აქ რომ ვუყურებ ამ ავტომობილს არაფერი არ ჭირს, როცა ერთი წლის წინ ამ ადგილას კვაზნიაკი ქონდა, ანუ არაფერი აღარ ქონდა ამ ადგილას, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებთ, აი აქ რომ დააკვირდებით, აქ ეთყობა დაზიანების მდგომარეობა, იმიტომ რომ გამოწეულია შედარებით კრილოდან, აქაც ზაზორია გახსნილი ხა. დაკვირებული თვალი მაგას მიხვდება, თუმცა ვერ მიხვდება ეგ რამ გამოიწვია ეგ დაზიანება, ამიტომ აზრი არ აქვს დიდად მან ჩაღრმავებას. გადავიდეთ შემდეგ საინტერესო ლოდზე. ისევ რივიანი, რატოღაც გუშინ და რივიანები დავათვალიერე. ანუ რატოღაც დავათვალიერე რივიანები და სხვა შორის არ ველოდი, რომ ანუ ესეთ ბრენდზე ამდენი კუკლა დამხვდებოდა რა, ამდენი გადაკეთებული ავტომობილი დავხვდებოდა, მაგას არ ველოდი. ანუ საერთოდ არ იყო რა, ჩემთვის უბრალოდ მოულოდნელი იყო, პროსტა გადავწყვიტე რომ რივიანები დამეთვალიერებინა და იქ წავაწყდი, სადაც არ უნდა წავწყდო მოდი. მოკლედ, აქვე პირდაპირ მითითებული გვაქვს რომ ფრთხილია და ავტომობილის გამყიდველი უცნობია და ესე გამოიყურება ავტომობილი. ანუ ამჟამად აუქციონზე რო დგას, ესე უკანა მხარე აქვს ესე ლაითად დაზიანებული, არაფერი განსაკუთრებული უკანა მხარეს ესეთი არ ხდება, ნუ გამოვჭიმოთ, შევაპაჩინგებთ. აი წყობა რა, მეტი რა უნდა ამ ავტომობილს და წინ ბამპერი აკლია, ხო? არაფერი ესეთი განსაკუთრებული არ ხდება. ახლა სალონიც კარგი აქვს, ყველაფერი კარგი აქვს რა. აი რაღაც ნაწილები რაც აქვს მოხსნილი, აქვე საბორგულში ყრია. ეხლა ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ჩემთვისაც რა, ანუ ამის მე სხვა ისტორია რომ არ ვიცოდე, საკმაოდ მისაღები ავტომობილია შევალ და ვიყიდი რა, სიამოვნები დავკლიკავ და ჩავირიცხები რა. იმიტომ რომ აქ ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი არ ჭირს. თუმცა, მოდი ახლა ვნახოთ ამ ავტომობილის სხვა აუქციონი. ეს არის 2026 წლის მეორე თვეში და ეხლა შევხედოთ რა ხდება 2025-ში იყო უბრალოდ ამ აუქციონი ეხლა იყიდება და რა ხდებოდა ერთი თვის წინ ეს ავტომობილი გამოიყურებოდა აი ესე მობზნილი იყო უბრალოდ სადღაცას ნაწილები. ეს არის ჩაკეცვის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია და რა დონეზეა ჩაკეცილი ეს უკანა მხარე, რა მდგომარეობაშია დაშლილი. აქვე ეთყობა რომ აღნიშნულია კვალი რომ სადღაცას შეიძლება ან ზაზორია გაქცეული, ან კუზაოს არის მიყუდებული, ან რამე დაზიანება აქვს. ეს არის სადაზღვევო დაშლილი ავტომობილი და საკმაოდ ისე ძირფესვიანად არის დაშლილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს უკანა მხრიდან დაზიანების გამო. თუმცა კი ვნახეთ ეს ავტომობილი როგორ მდგომარეობაში იყიდება დღეს, ანუ ვიღაცამ იყიდა, აი ეს დაბლა უკანო ნაწილები იყო მობზნილი, შეაპაჩინკა, აქ შეხედეთ რა ხდება, რა დონეზეა გაქცეული აქეთ მხარე. ანუ ბედი არა აქვს ამ მანქანას რეალურად და ყველაზე ცუდი რაც არის, ეხლა მე რასაც ვაკვირდები, ბედი და ძარა ერთად გადაბმული დეტალია. შესაბამისად, ანუ ცალკე ბედსაც ვერავინ ვერ გამოსვლის ამ მანქანაზე, შესაბამისად, ამ მანქანის ყიდვა არის ძალიან სარისკო საქმე და კარგად არავის არ დაუსრულდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მივაქციოთ ავტომობილი რა მდგომარეობაში იყო. ნუ ეს კაპოტი გაჭედილია აღნიშნვა დიდად არ გვაღელვებს ამ შემთხვევაში. მოდი დავუბრუნდეთ ახლა კიდე ჩვენ ისტორიას. გუშინ მაგარი უცნაურ მანქანებს ვათვალიერებდი. შემდეგი გვაქვს ლუციდი არის. ამას გვანიშნებ? არა, არც არ განიშნებთ. ანუ უცნაური მანქანების დათვალიერების დღე მქონდა გუშინ და რატოღაც კლიკავდი ამ მანქანებზე და შემთხვევით ბევრ საინტერესო რაღაცას გადავაწყდი. ეს მოდი ამ ლოტით დავიწყოთ, იმიტომ რომ უკვე შეპაჩინკებული ვნახოთ ჯერ და მე შესაპაჩინკებელი. ან კაი, მოდი, საიდანაც დავიწყეთ, ესე ვიქიდან დავიწყოთ. ესე გამოიყურება ჩვენი ლუსიდი, ცხვირი ლევთზე ჩატარი, არაფერი აღარ არის და შეთრეულია სადამდე ყველა ერთად ხედავთ. რა დონის დაზიანება აქვს ავტომობილს და რა ამ დაზიანებიდან გამომდინარე რა ექნება წათრეული და ყურები წაღუნული და ასე შემდეგ ყველა ხედავთ რა მდგომარეობაშია, როგორ არის მობზნილი მინდორველად მისი ნაწილები, აირბაგები რა დონეზეა დახსნილი და დაკეტილია პლუს მანქანა გარედან არ იღება, ანუ ყოველ შემთხვევაში არც პირველ და არც მეორე ლოდზე გარედან გაღებული ეს ავტომობილი არ არის. მოდი ახლა გადავიდეთ ამ ავტომობილის შემდეგ აუქციონზე და შემდეგ აუქციონზე ეს ავტომობილი გამოიყურება და უკვე აი ეს წინა ბამპერი აქ ოდნავ ჩამოვარდნილი, აი რაღაცაზე არის წასმული. მეტი განა რამე ჭირს, ანუ პროსტ ეს გაუსვეს და ბამპერი ჩამოვარდა ოდნავ. ეთყობა კარი ვერ გააღეს, ანუ ამ ორ აუქციონს შორის კარის გაღების ეფექტი არ იგრძნობა, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში გარედან არის ინტერიერის სურათები გადაღებული და ორივე შემთხვევაში აირბაგები იდენტურად გამოიყურება. ჩემი მოგზაურებული ვარაუდით ეს ავტომობილი საერთოდ არ იღება და ვიცი ყიდის
ჯერ შუშის ჩამტვრევით როგორ აპირებს, ანუ ნივთებიც კი იგივენაირად ყრია ორ აუქციონს შორის, ანუ არაფერი სალონში გადაადგილებული არ არის. შესაბამისად ეს ავტომობილი საერთოდ არ იღება. ძალიან დიდი შანსია იმის, რომ საერთოდ არ იღებოდეს და გაღების მეთოდი აი ეს ცხვირი ვინც აწყო თუ ვერ იპოვა. ჩვენც არანაკლები გასართობი გვექნება ეს ავტომობილი რომ ჩამოვიყვანოთ ამის გაღების მცდელობაზე. ნუ ბოლოს შუშის ჩამტვრევით დასრულდება ეს ყველაფერი, მე შუშას სადმე მილიონად ვიყიდით და რაღაც ეგეთი მოხდება. მაგრამ ცხვირს რომ შევხედოთ ბამპერი აქ ოდნავ წარტყმული. არაფერი ისეთი არ ჭის რა. კაპოტსაც ისეთ ვერაფერს მე ვერ ვატყობ ამ მანქანას. კაი, მოვჩეთ ამ სარკაზმს და გადავიდეთ შემდეგ ავტომობილზე. შემდეგი ავტომობილი არის უკუ ეფექტით, ასე ვთქვათ. და რა იგულისხმება უკუ ეფექტში. ეს არის Aston Martin DB11 და ვნახოთ პირველი აუქციონის მდგომარეობა, პირველად რომ აუქციონზე გამოვიდა. პირველად ეს ავტომობილი რომ გამოვიდა აუქციონზე გამოიყურებოდა ეს. აი ეს დაზიანება ქონდა. ბამპერზე იყო ლაითად გასმული და ამ ლაითად გასმულის გამო ნუ ცოტა სტოპის დაზიანებული აქვს. ამ ლაითად გასმულის გამო მოხდა ეს ავტომობილი აუქციონზე. ანუ ამ დაზიანების გამო მოხვედრილი აუქციონზე. მეტი საერთოდ არაფერი არ ჭირს. ეს საბურავი ფიცარზე რატო დგას ვერ დავადგინე, რო არ დაგიმოვოთ, მე მგონი უბრალოდ საბურავია დაშვებული და იმიტომ ფიცარზე შეაყენეს, რომ რამენერად პალეტით აეწია და დაედგათ მანქანა. მეც ისეც აი ამ აუქციონზე ამ ავტომობილს ვერაფერს ვერ ვატყობ. ნუ ეხა ამის ვინი არ გადამიმოწმებია, თუმცა ერთი არაფერი განსაკუთრებული არ ეთყობა. სხვათა შორის 48 ვინკოდის ჩანაწერი აქვს Carfax-ში. მოდი Carfax-იც ვნახოთ ამ მანქანის უცბად ვიყიდოთ Carfax-ი და ვნახოთ რა დაზიანება აქვს. შეძენა რამდენად მარტივად ხდება ალბათ ყველა ვხედავთ, დავაწოვით ახლა გაგრძელებას და დაიწყეს Carfax-ის ჩატვირთვას, ანუ რეალურად პლატფორმაზე გადმოვიდეს Carfax-ის ისტორიას, რომელიც ჩვენ უნდა გვაჩვენოს და ჩვენ კაბინეტში შეინახოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, ანუ ჩვენ აკაუნტზე გვექნება ეს Carfax-ის ისტორია, რომელიც ახლა მე ვიყიდე. უბრალოდ ვინც იყიდის, იმას ექნება. ყველას არ ექნება ჩემი ნაყიდი ისტორიები. ჩაიტვირთა Carfax-ი და ახლა გაიხსნება უკვე სრული ისტორიის მოწოდებას მოახერხებს. რამდენიმე წამი ჭირდება ხოლმე დაახლოებით 1 წუთამდე ძირითადად, რომ Carfax-ის შეძენიდან სრული დატა მოიღოს და დაგვიგენერიროს ისე რომ ჩვენ გვანახოს. ესე იგი Aston Martin DB11 6 წინა პატრონი ყავდა, 6 წინა პატრონი ყავდა, ავარია და ტოტალია ავტომობილზე დარეგისტრირებული, თუმცა 2020-ში აქვს მსუბუქი დაზიანება. აი ნახეთ ძალიან კარგია რომ ეხლა მე ამ ავტომობილის Carfax-ი ვიყიდე და შევხედე. It hit a deer. It hit an animal. უწერია 2020-ში. ანუ ეს ისტორია აუქციონის ფოტოებიდან საერთოდ არ ჩანდა, თუმცა ავტომობილი 2020 წელს არის დაჯახებული ირემს. მე შემოწმებულია ავტომობილი, კოსმეტიკური შეკეთება აქვს, ანუ კოსმეტიკური რაღაცები აქვს გაკეთებული წინა მარჯვენა მხარეს, სიმორ დეტეილზე დაბალ ჩამოგვიყვანს, რომელიც ამ წუთას ჯერ არ გვჭირდება, ჯერ ივენთები გვაინტერესებს. პირველი ირემზე ავარია იყო, მეორე, ესე იგი 2025 წელს involving front or side impact airbag did not deployed, ანუ წინა გვერდი აქვს დაზიანებული, უკანა მარჯვენა დაზიანება, ეს მეორე არის უკვე ჩვენი დაზიანება, რომელიც დაზიანებასაც ეხა ჩვენ ვხედავთ და აირბაგები არ აქვს გახსნილი, ესო წერია და ამით არის ეს ისტორია დამთავრებული. ანუ რეალურად ის ირემზე დაჯახების ისტორიაც არ იყო საგანგაშო და კრიტიკული, იმიტომ რომ minor damage ეწერა, ანუ ლაითი დაზიანება და საავაროდ კრილოწა არტყა, წინა მარჯვენა მხარე იყო. ნაჩვენები და საავაროდ კრილოწაკრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურათებიდან მაგას ვერ მიხვდებოდით ვერასდროს, რომ წინა მხარესაც ოდესღაც ამ მანქანას დაზიანება ქონდა. ზუსტად ამისთვის არის Carfax-ის რეპორტი საჭირო, რომ ისეთი ისტორიაში ისეთი რაღაცები იყო, რაც სხვაგან არ ჩანს. თუმცა აქვე დაუძენ, რომ Carfax-ში შეიძლება ძალიან ბევრი რამე არ ჩანდეს, ანუ ნახეთ Carfax-ის მორალიც მინდა ორი სიტყვაში ახსნა. ზოგადად Carfax-ის ჩანაფიქრი არის ის, რომ ავტომობილი თუ Carfax-თან მომიჯნავე სერვისში, ანუ მომუშავე სერვისში მიდის და იმ სერვისში გადის რაღაცა მომსახურებას, ან სახელმწიფო სტრუქტურებში გადის რაიმე მომსახურებას, გადაფორმებას, გადმოფორმებას და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში Carfax-ში ჩნდება ჩანაწერები ამ ავტომობილის შესახებ. თუ ავტომობილი ისეთ სერვისებში დადის, რომელიც Carfax-თან საერთოდ არ თანამშრომლობს და Carfax-თან თანამშრომლობა აუცილებლობა არ არის კანონმდებლობით ამერიკაში, მაგ შემთხვევაში შეუძლია, რომ საერთოდ არ შეუძლია არა, უბრალოდ არაფერი არ გამოჩნდება იმ ავტომობილის ისტორიაში, თუ სადღაცაც არ გადააფორმა, გადმოაფორმა და რამე ეგეთი არ ქნა, მარტო მაგ შემთხვევებში ხდება ზოგადად Carfax-ში ჩანაწერის შეტანა, თუ ისეთ სერვისშია გაკეთებული, რომელიც Carfax-თან არ თანამშრომლობს და ეხლა ვიღაცა მექსიკელები სადღაც პადუალში, იქაც ანალოგიური ხდება რაც ჩვენთან რა, რას შპაკლავენ და რას ღებავენ ვერ გაიგებ. ამიტომ არანაირი, ანუ Carfax-იც არ არის იმის გარანტია არასდროს, რომ 100%-იანი დაუზიანებელი და კარგი ისტორიის ავტომობილი ჩამოგივათ.
თუმცა ჯობია Carfax-ში გადაამოწოთ, იმიტომ რომ Carfax-ში რაც ყველაზე მთავარია, ოფიციალურად დარეგისტრირებული დაზიანება, ანუ პატრულში დარეკილი, ასე ვთქვათ, აუცილებლად აისახება და ეგ არის ყველაზე მთავარი, ანუ Carfax-ში და AutoCheck-ში. ეს დაზიანებები და Carfax-ი და AutoCheck-ი ორი განსხვავებული რეპორტია, ანუ ორი განსხვავებული კანტორაა, ესე ვთქვათ, რომელიც განსხვავებული ინფორმაციას გვაძლევს. ზოგი ინფორმაცია საერთო აქვს და ზოგი დამოუკიდებელი ინფორმაციაც შეიძლება გააჩნდეთ, ამიტომ სასურველია რომ ორივეში გადამოწოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ერთში რაღაც ინფორმაცია მოიძებნებოდეს და მეორეში არა. ამიტომ და მქონია ეგეთ შემთხვევებში, რომ Carfax-ში რაღაც ინფორმაცია არ ყოფილა და AutoCheck-ში ყოფილა. ნუ შესაბამისად პირიქითაც. ამიტომ ჯობია რომ ორივე რეპორტი ინახოს და იმის მიხედვით გადაწყდეს საერთოდ იმ ავტომობილის კარგიანობაც და სამომავლო ბედიც. ესე იგი, პირველი გაყიდულია 2018-ში ეს ავტომობილი. ნუ იდეაში Aston Martin-ია და ამას არ მგონია, ხა დედამიწა თუ არა დედამიწა გაევლო. პირველმა პატრონმა მოახერხა და არა, პირველმა პატრონმა არა, მეორე პატრონმა მოახერხა და იმასკენ რა ქვია, ირემსხრია, თან ანუ წინა მარჯვენა მხარეს აქვს დაზიანება და ლაითი საკმაოდ და electrical system checked. ესე იგი, ნახე, 2020-ის მე-9 თვეში და 2021-ის პირველ თვეში. ხო, ანუ დაახლოებით 4 თვის მერე ავტომობილი არის ნამყოფი Suburban Exotic Motors of Michigan-ში ელექტროობის შემოწმებაზე შესაბამისად დიდი ხანი არ იყო გაჩერებული და რაღაც ისეთი კრიტიკული დაზიანება არ ქონია, რომ დიდი ხანი გაჩერებულიყო. აქვე კიდე ერთი საინტერესო რაღაც vehicle service რო აწერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნახე, vehicle service რო აწერია Carfax-ის ისტორიაში, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ძრავი აქვს დასერვისებული. ამერიკაში ძრავს ჯერ ერთი არავინ არ ასერვისებს, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ვინმე ესე საკუთარი ინიციატივით ადგეს, წავიდეს Carfax-ის ავტორიზებულ დილერთან მივიდეს და ძრავში გეგმიურად რაღაცეები გამოუცვალოს. ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ანუ, სადმე რომ ნახავთ, რომ vehicle service თუ წერია, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში ვიღაცამ ძრავი დაგისერვის. ანუ ძალიან ბევრჯერ შემხვდა ჯერ სიტყვა დასერვისების მომგონს რა ვუთხარი, თქვენი მონამორჩილი, რომ ეგ სიტყვა საერთოდ ხმარებაში შემოვიდა, იმიტომ რომ ყველაფერს და ყველას დასერვისებულს ვეძახით. დღეს ქართველები რაც კი რამე ანუ ვიღაცა რომ წავა და გარედან პომპას გამოუწვევს, რომ დასერვისებულია ძმაო. ეს ძრავი ახლიდან არის აწყობილი. ანუ მაგას არ ნიშნავს და არც Carfax-ის შემთხვევაში vehicle service არ ნიშნავს იმას, რომ ძრავი აქვს დასერვისებული. ანუ ნიშნავს იმას, რომ სერვისში მივიდა ავტომობილი, შეიძლება დაათვალიერეს ხუნდი, გამოუცვალეს, პროსტა ფული გადაახტევინეს Aston Martin-ის პატრონს, პანჩური ამოარტყეს და გამოუშვეს. ანუ არაფერი მეტი არ უქნიათ რეალურად და არ ნიშნავს იმას, რომ ახალი მანქანა ააწყეს რა. ან ახალი ძრავი აუწყო ვინმე. მით უმეტეს 22,000 მილ გარბენზე. Vehicle sold, ანუ ავტომობილი გაიყიდა, მერე ისევ შემდეგი პატრონი, vehicle inspected for prior damage, minor damage reported, cosmetic repairs found to right side front end. ხო, ანუ ნახეთ, შემოწმდა ყიდვის ნახე, inspection report through 360. ეს არის სავარაუდოდ ის სერვისი, რომელსაც ეხლა ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ეხლა ავტომობილის ფიზიკურად შემოწმების სერვისს, იმისთვის რომ სანამ იყიდით ან გაყიდით ავტომობილს, ანუ თუ გაყიდვა გინდა საკუთარი ავტომობილის რეპორტი გქონდეს და სხვასაც აჩვენო, რა მდგომარეობაშია შენი ავტომობილი და გაცილებით მარტივად გაყიდო, ხოლო თუ ყიდვა გინდა სრულფასოვანი თავიდან ბოლომდე პროფესიონალურად შემოწმებული ავტომობილი შეიძინო, იმისთვის რომ სრული რეპორტი გქონდეს, რა მდგომარეობაში იყო იმ წუთას ის ავტომობილი, რომელიც ყიდვასაც აპირებდა და ისეთი დეტალები ჩანს ეგეთ შემოწმებაში, რომელიც სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ ბიზაშვილს მიუყვანეთ და ჩემი ბიზაშვილი მანქანებით თამაშობდა ბავშვობაში და მაგრად ერკვევა და ეგ უეჭველი შემოწმებს და აი ხადავი გელას ვანახოთ და ისიც უეჭველი მაგრად შემოწმებს. ანუ ეგეთ პრაქტიკას გაცილებით აჯობებს ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, არა. ახლობლობით ავტომობილის შემოწმება ძირითადად ყველამ ვიცით როგორც სრულდება. შესაბამისად, არის დრო რომ საქართველოში გქონდეს პროფესიონალური სერვისი, რომელიც ავტომობილს შეგვიმოწმებს და რეპორტს მოგცემს თავიდან ბოლომდე ავტომობილის მდგომარეობის შესახებ და ეს სერვისი უკვე არსებობს საქართველოში და დაახლოებით 2 კვირაში აქტიურად გაეშვება, ანუ პრაქტიკაში მუშაობასაც დაიწყებს. ამ საიტზევე იქნება ხელმისაწვდომი ამ სერვისის დაჯავშნა, აქ დავაწვევით შემოწმების დაჯავშნას და შემოწმებას დაჯავშნით ძალიან მარტივად და საერთოდ შეიძლება იმ ავტომობილის ნახოს, შეიძლება კი არა იმ ავტომობილის ნახვა თქვენ არც დაგჭირდებათ, რომლის ყიდვასაც აპირებთ. ჯერ რეპორტი მოგივათ და თუ გადაწყვეტ რომ ღირს იმის მისვლა და ყიდვა, მერე მიხვდა და თქვენი თვალითაც უკვე შეგიძლიათ ნახოთ. და სავარაუდოდ იგივე სერვისი აქვს გავლილი ზუსტად ამ Aston Martin-საც და შეფასებაში უწერია, რომ წინა მარჯვენა მხარეს კოსმეტიკური შეკეთების კვალი არის აღმოჩენილი, წინა მარჯვენა და წინა მხარეს. ეს არის და ესე, ნუ ირემის ისტორია ისედაც ვიცოდით. მოკლედ ეხლა ამის Carfax ძალიან რო არ გადავყვეთ, რამე განსაკუთრებული ისეთი მეტი აქ არაფერი აღარ ხდება, რომ სუბუქი სერვისები გავლილი აქვს ავტომობილს, ეკოლოგიური შემოწმებები გავლილი აქვს ავტომობილს და 2025-ში ამ ლაითი დაზიანების გამო, რომელიც უკანა მარჯვენა მხარეს მოიცავდა, აქვე არის მითითებული რა დაზიანება, minor დაზიანება უკანა მარჯვენა მხარეს, ავტომობილი გაატოტალეს, არ ვიცი, როგორ და რანაირად გატოტალდა ეს ავტომობილი და გამოვიდა აუქციონზე 2025-ში.
ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ავტომობილს. უკან დაწოლით ბრუნდებით ისევ აუქციონის ისტორიაზე. ეს გაჩვენეთ საწყისი ეტაპი რა იყო ამ ავტომობილის, ეხლა გაჩვენეთ შემდეგ ეტაპს. ანუ პირველად აუქციონზე გაიყიდა, მოდი ესე ვთქვათ, პირველად გაიყიდა აუქციონზე აი იმ დაზიანებით ნაკაწრი რა უჩანდა, მერე მეორედ შემოვიდა ისევ აუქციონზე, ისევ სადაზღვევო შემოაბრუნა და მეორედ უკვე არის ამ მდგომარეობაში. ავტომობილი მეორე შემოbrunებაზე უკვე დაშლილია თავიდან ბოლომდე, ნაწილები ფიზიკურად ავტომობილში საერთოდ აღარ ალაგია, ეს ნაწილები ყრია გარშემო და თან ამ დაშლის შედეგსაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. დაშლის მდგომარეობაში ესე უკან არის მობზნილი ამ ავტომობილის ნაწილები, ფირი ქონდა გადაკრული და ფირიც ამძვრალია, რომ დაზიანების მდგომარეობა გამოჩენილი იყო. ანუ პირველ სურათებში გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა ეს ავტომობილი აუქციონზე, ვიდრე შემდეგ სურათებში გამოვიდა. სადაზღვევო მერე დაშალა ახლიდან ეს ავტომობილი და ისე გამოიყვანა ახლიდან გასაყიდად. და ეხლა კიდე მაგ დროს გაყიდეს და ეხლა ახლიდან იყიდება ეს კონკრეტული ავტომობილი, უკვე ყიდის ამ შემთხვევაში ისევ სადაზღვევო და ეხლა გაჩვენებთ მეორე საინტერესო ისტორიას ამ ავტომობილთან დაკავშირებით. ნუ ფირი ამძვრალი აქვს, ვიცით, უკანა მხარე რომ დაშლილი ქონდა, ეგეც ვიცით, ეხლა ნახეთ, უკანა მხარე აწყობილია, თუმცა აი იმ ორომ ტრიალში დაშლა აწყობაში სტოპი დაკარგულია, ზედა საბაგრი კანტი არ ვიცით სად წავიდა. ანუ სადაზღვევომ გამოიყვანა აუქციონზე ლაითად გაკაწრული მანქანა, რეალურად არაფერი დაზიანება ამას ისეთი არ ქონდა, რომ არიქა და საგანგაშო ყოფილიყო. მერე დაშალეს, კიდე ახლიდან გამოიყვანეს, მერე შეაბრუნეს, ამოდი ავაწყოთ და ეხლა ისე გავყიდოთ, რომ გამოიყვანეს და ნაწილები აკლია. ანუ რას ერჩოდნენ სტოპს, კანტს და რაღაცებს, არ ვიცი, თუმცა ეს იყო უკუღმა გაკეთებული, ანუ ტიპებმა რეალურად გაქნეს ის, რომ დაშალეს, ანუ გააიაფეს ავტომობილი იმის მაგიერ, რომ ეს ხები რო აკეთებენ, აეწყოთ და გაიკოკლავებინა და გაეზვინებინა და ამან დაშალეს. ой, კიდე ერთი საკითხი, ესე იგი, ჩვენ ასტონ მარტინზე ყველაფერი გასაგებია, ჩვენ რადგან რეპორტი შევიზნით ამ ასტონ მარტინის, აქვე გვიჩვენებს, რომ რეპორტის ნახვა შეგვიძლია, ანუ შეძენილია და ყოველთვის ნებისმიერ დროს როცა არ უნდა ვნახო ეს ლოტი, ეს რეპორტი ყოველთვის საქმე იქნება და ყოველთვის შევძლებ, რომ გავსრან და დავათვალიერო თუ ახლიდან კიდევ რამე დამაინტერესებს. ნუ აქვე ამოპრინტო რა შეგვიძლია, ხა ეგ გასაგებია და მაგას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება და აქვე ისევ დავუბრუნდეთ ამ ავტომობილს და მოდი ამ ავტომობილიდან ისევ ფავორიტებში დავუბრუნდეთ. მოდი ასტონ მარტინი ნახეთ, კიდე ანუ ბევრი საინტერესო ავტომობილი მაქვს რა და ეხლა ეს ვიდეო 3 დღე რო არ გაგრძელდეს, ამიტომ უცბად გაჩვენებთ ამ ავტომობილებს, რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ და რატომ უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით. ბენტლის ხვირი ხო გახსოვთ წეგან როგორც გამოიყურებოდა. ვუალა, ესე გამოიყურება ჩვენი ბენტლი. ეხლა გაჩვენეთ ამ ბენტლის შემდეგ აუქციონს. აქვე მარტივად. ვუალა, უცბად გამთელდა, ღმერთო ჩემო, რა დაემართა ნეტა. ესეთი არის, ეს არის როგორც იცით, ანუ ეს არის ნაპოვნი ეს ავტომობილები ძალიან ცოტა ხანი ძებნის შედეგად რა. Porsche, ძალიან კარგი Porsche-ა, ესე გამოიყურებოდა. მოდი ბარემ. ურათხეში, აჩა. გული მტკივა, ეხა ამას რო ვუყურებ. აი ესე გამოიყურებოდა ჩვენი Porsche. გინდათ გაჩვენეთ ეს როგორი სვეჟი მანქანა გახდა. ვუალა. საბურავი თავის ადგილზე დგას, კარი და კრილო აქვს ხოლმე დაზიანებული და ეგ ფარი შეიძლება აკლდეს, რა მეტი არაფერი ისეთი არ ჭირდება რა მანქანას. წაიყვან, აწყობ, უცბად გააკეთე, ფაირბაგები ჩაკეცილია, ეს შეაპაჩინკებ რა. როგ წამს რომ ეს ავტომობილი შეპაჩინკების იმედად მოკყავს რა და უცბად შემთხვევით მერე ჩამოყვანის მერე რამდენიმე თვის მერე რომ ეწვალე ამ მანქანის გაკეთებას და მანქანა მაინც არ გამოვიდა ამისგან პოულობ ამ სურათებს. აი გულის დარტყმის ეფექტი ექნება დაახლოებით. აი, წავედით შემდეგ ავტომობილზე და ნუ აქვე გავრთხილებენ, რომ ავტომობილი სადაზღვევო არ ყიდის, განყიდველი უცნობია და ფრთხილად ვიყოთ. ვა, მაგარი სვეჟი Porsche Cayenne გინდა? ეხლა გაგაჩვენებ. გავხსნა? ეს არის ძალიან ჯანმრთელი Porsche Cayenne. მოიცადე, ესე გამოიყურება, ეს ეხლა მინდა რომ განახო რა. მე კი ნახავ მონტაჟისაც, მაგრამ ეხლა მინდა რომ გაჩვენო, მოიცადე. ნახე? ესე გამოიყურება Porsche-ის ხვირი რა. ეხლა ვუყურე. სვეჟი. ეხლა ვუყურე. ხო მაგარი სვეჟია. არაფერი ზმო, ოდნავ წარტყმულია რა, ანუ ისეთი არაფერი არ ჭირს რა, ბამპერი და ფარი რა, მაქსიმუმ რა, ანუ ამის გაკეთებას რა უნდა ბიჭო, ბამპერი და ფარი და ეგ არის ზმო, აწყობილია რა. ამ დროს რა ბამპერი და ფარი ცხვირმა იმენა ლეფტზე ჩატგააკეთა. არა, მიედოც აღარ არის ზმო, ანუ იმენა სხვაგან არის წასული, სხვა სამყაროშია გადასული უკვე. ამ სამყაროში მოღვაწეობა დაასრულა ამ ავტომობილმა. მოკლედ ესეთი მაქვს, აი ძალიან ბევრი რა, GTS-ი მაქვს ძალიან სვეჟი ნაპოვნი, ვინმეს თუ დაჭირდეს. შემიძლია ჩამოვაყვანინო. ის როიციან ხოლმე რა, ჩამოყვანა TikToker-ებმა. ეს ავტომობილი ვიპოვე აუქციონზე, შემიძლია ჩამოგაყვანინოთ ზმო. ნახე, ეს არის ნაღდი. მე შემიძლია ჩამოგაყვანინოთ, არა, მე არ შემიძლია, არაფერი არ ჩამოყავს. ბოდიშით, აქვე. ენა არ მიყილო ზმო, არაფერი არ ჩამოყავს, თავი დავანებეთ. ტყუილად წერთ ხოლმე ისედაც. ამის ჩამოყვანა მინდა, იმის ჩამოყვანა მინდა. მაგარი სვეჟი Mercedes-ი გავაძრე რა. ორი წამის ხო ნახეთ როგორც გამოიყურებოდა. ესე გამოიყურება ეს Mercedes-ი რეალურად, ანუ
სვეჟია. სწახვალ და იყიდი რა, იმიტომ რომ უბრალოდ ისტორია არ გაქვს ნანახით. ეხა ერთი სურათით რო უყურებ, ერთი სურათით კარგად გამოიყურება. ეხა აი ეს პიცოტია, რომელიც ეს არის, რა ქვია, ლაითად შეპაჩინკებულია რა, ასე ვთქვათ. და ეს არის, რა ქვია, ესეთი განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ეს აღსანიშნავია, რომ მაინც საყურადღებოა ესეთი მანქანები, რა მდგომარეობაში იყო და მე რა მდგომარეობაში გამოვიდა. ანუ აუცილებელია მაგის გადამოწმება, რომ იცოდეთ რეალურად რასთან გაქვთ საქმე. პანამერაზე რა ხდება? ამ პანამერაზე კიდე საერთოდ საინტერესო ისტორიაა. ეხა უყურე. მოდი ეს მანქანა და ამ მანქანი დავამთავრებ მე ამ ვიდეოს რა. გვირდებით? უბრალოდ იმდენად საინტერესო პანამერაა, რომ ამის ისტორია რო არ ვაჩვენო არ შემიძლია. ესე იგი, ეს პანამერა გამოიყურება ესე 2024 წელს არის აუქციონზე გამოსული და გაყიდული. დაზიანებაში უწერია ჩაძირული. სურათებში გაჩვენებთ, ეხლა დაგათვალიერებინებთ, როგორია ეს ავტომობილი აუქციონზე გამოსვლისას. გარედან სრულიად დაუზიანებელი იყო, თავიდან ბოლომდე არაფერი არ ჭირდა. სალონი იყო თავიდან ბოლომდე ამოშლილი დაშლილი, რომ სავარაუდოდ გაკეთებას ცდილობდნენ და ვერ გააკეთეს, ვერ დაკოქეს და მაგიტომ დაანებეს თავი. ზამოკი იღებოდა და სალონი ქონდა თავიდან ბოლომდე დაშლილი, ანუ ჩაძირული სტატუსი ქონდა, მეტი არაფერი არ ხდებოდა. ეგ 2024-ში. ეხლა რაც შეეხება ამ ავტომობილის მდგომარეობას, ანუ ეს 2024-ში სალონი გამოიყურებოდა აი ეს. არც ერთ მთელი ადგილი ზედ არ ქონდა საერთოდ. ეხლა რაც შეეხება ამ ავტომობილის ამჟამინდელ მდგომარეობას. ეს არის ყველაზე საინტერესო. და აგიხსნით რატოა ყველაზე საინტერესო. ანუ ამჟამინდელ მდგომარეობაში სურათებს რო შევხედავთ, შეხედენ? ძალიან მარტივი რაღაც უნდა გაჩვენოთ ახლა. სურათს რო შევხედავთ, ჩავთვლით, რომ ეს ავტომობილი მიდიოდა, რაღაცას გაუსვა და მაგიტომ მოხდა აუქციონზე, მაგიტომ გატოტალდა და მოხდა აუქციონზე. ამის ძველი ისტორია რო არ ვიცოდეთ, ამ ავტომობილზე ვერც ვიფიქრებთ, რომ რაიმე მსგავსი ჭირდა. მოკლედ, შევხედავთ და გონია, რომ ავტომობილი უბრალოდ გასმულია და მაგიტომ არის დაზიანებული. ამ დროს ერთ საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ ახლა. ამ ავტომობილში ალაგია ესეთი სკამები ესეთ მდგომარეობაში, ანუ საიდანღაც ნაყვინთავებ გაუბედურებული სკამები არის ამ ავტომობილში ჩალაგებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს ავტომობილი ამ 2 წლის განმავლობაში საერთოდ არ განძრეულა, 1 კილომეტრიც არ გაუვლია აბსოლუტურად, ანუ საერთოდ არსად არ წასულა და ამ დროს დაზიანებაში უწერია წინა ნაწილი ამ ლოტზე, გასაღები აქვს და სტატუსი უცნობია. ანუ იქოქება დადის და ასე შემდეგ სტატუსი არ ვიცით, გასაღები ავტომობილის აქვს და წინა ნაწილი და გვერდია დაზიანებული. ან დაზიანებაში ეგ უწერია, საერთოდ არ არის არსად მოხსენიებული, რომ ავტომობილი არის ნაყვინთავები და რომ 2024-ში როცა გაიყიდა ეს ავტომობილი, დღემდე 1 მილიც არ აქვს გავლილი ავტომობილის. ანუ ეს ავტომობილი ადგილიდან ისე არასდროს არ განძრეულა, ისე დაიმტრა. არასდროს არსად არ წასულა. თავისით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგია, ისე ეს ავტომობილი დამტრეული. ამ ისტორიას თუ არ ნახავთ, ძალიან მარტივად შეიძლება ახლა მე რო ჩაოლებული მოხარებელი ვიყო, რავი, Porsche Panamera, კრილო აქვს დაზიანებული და კარებები, რა უნდა კრილოს კარებებს გამოცვლი და всё, მაგარი მანქანა მყავს რა. ანუ ძალიან მაგარი მანქანა. X კამს ახლა შეიძლება დაკვირვებული თვალი დააკვირდეს და იფიქროს, რომ ალბათ რავი, ვიღაცა ცუდი აკი ქონდა და გაცვითა რა. ახლა მეც რას იფიქრებ ამ სკამზე რა. ამ აუქციონის ლოტიდან წინა ლოტი რომ არ იცოდე, საერთოდ ვერ მიხვდები რასთან გაქვს საქმე. საერთოდ ვერ მიხვდები, ანუ შეუძლებელია უბრალოდ მიხვდე, ნუ Carfax-ში ისიც ძალიან ყურადღებით თუ წაიკითხა, შეიძლება Carfax-ში მიხვდე რაღაცას და დასკვნები გამოიტანო გარბენის მიხედვით. მოკლედ, ძალიან ხშირია ესეთი პრობლემები. ესეთი პრობლემები თავიდან რო აიცილოთ, ამისთვის არის ძალიან მარტივი გზა. ერთი რომ CarCheck-ზე შეგიძლიათ ავტომობილები დაათვალიეროთ და ისე შეიძინოთ და მეორე, მიმართეთ Lion Auctions, რომლითაც ადგილობრივად შეგიძლიათ ნახოთ ავტომობილები რა მდგომარეობაში იყო და პირდაპირ ჩახვიდეთ ადგილზე დაათვალიეროთ და ადგილობრივ აუქციონზე, ცოცხალ აუქციონზე იყიდოთ, რასაც მე ვშვები ხოლმე ძირითადად, ან შეგიძლიათ მიმართოთ პირდაპირ Lions, რომელიც ამერიკაში გაყიდინებთ, ანუ Lions კონსულტანტები შეგირჩევენ ისეთ ავტომობილს, რომელსაც პრობლემა არ ექნება, გაყიდინებენ და ჩამოგიყვანენ იმ ავტომობილს, რომელიც თქვენთვის სასურველი იქნება და რომელშიც გაცილებით ნაკლები რისკი იქნება, ვიდრე თქვენით რო გეყიდათ ეს ავტომობილი და თუ მაინც თქვენი გინდათ ყიდვა, აგერ ბურთი და მოედანი. დაათვალიერეთ, Carfax გადახედეთ, თუ რაიმე კითხვა იქნება, შეგიძლიათ კითხვა კომენტარებში დავიწეროთ, თუ ამის ახსნა დაგჭირდებათ, არც მაგაზე დაგზავნებით და აუცილებლად ავსნით. დღეისთვის კი სულ ეს იყო ეს ვიდეო, ლინკი აღწერაში იქნება, მოტრობთ.